დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლეიბორისტული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის საქმე უნდა განიხილა, თუმცა სხდომა 17 მაისამდე გადაიდო. ჩხარტიშვილს საპროტესტო აქციებზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმეს სანქცირებული მოსამართლეს ზვიად ცეკვავა განიხილავს. სასამართლო პროცესზე ლაშა ჩხარტიშვილმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან მას არ სურდა სანქცირებულ მოსამართლეს მისი საქმე განიხილა. მოსამართლე ცეკვავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. Იზდევანიშვილისა, რომელიც დენის ადამიანებს მაჩვენებს პოლიტიკური აციების საფუძვლებში არის ჩამონათვალის შემთხვევებისა და არის მაჩვენების ჩანაწერი, რომელიც მახსოვს სხვა გარემოებათა თავობაზე. სწორედ ამგვარ სხვა გარემოებათა ფიქრობა უნდა ითვლება ის კონკრეტული ფაქტი და არა მოსაზრება და განწყობა, რომელიც მოგახსენეთ ამ ისტორიისგან საქართველოს მოსამართლეთა და სამართლებრივი სისტემის სხვა წარმომადგენელთა სანქციების ფაქტი დაუვა, ეს მოხდა ამის კურსები, ეს მოსამართლე იქნა სანქცირებული მაჩვენების მიზანებით და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მე იქნებით ობიექტური. სხვა ქვეყანაში მიღებული რაიმე სახელმწიფო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მერგანზედა ჩემი მკერდობის ეჭვქვეშ დატანების საფუძველი შეიძლება იყოს პოლიტიკოსმა საფრთხეს ჩატარება. სახელმწიფოები ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ვერ გახდება ვერანაირ შემთხვევაში მოსამართლის მკერდობის ეჭვქვეშ დატანების საფუძველი შესაბამისად კონტროლირებული მოსამართლეების ნაწილში უსაფრთხოა და უსაფრთხოებია შესაბამისად არ გამოყენება. როგორც ლეიბორისტული პარტიის წევრი ამბობს, მას 21 ჯარიმა აქვს გამოწერილი. მისი თქმით, რაც უფრო მეტი იქნება მასზე ზეწოლა, მით უფრო აქტიურად შეებრძოლება ივანიშვილის რეჟიმს. ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატი სია სირანიშვილის თქმით, პროცესი უკანონოა, რადგან მტკიცებულებები არაკანონიერად არის მოპოვებული. 21 ჯარიმა მაქვს, როგორც მე დავთვალე, იმიტომ გუშინ 9 ჯარიმის თაობაზე მე მოვუწყეს ტელეფონით. აქედან გამომდინარე, ეს ამბავიც, რაც ეხლა სანქცირებულ მოსამართლე ცეკვავას მიერ იხილება, არ ახალია ჩემთვის, მათ შეუძლიათ პატიმრობა გამოიტანონ, როგორც ხშირად ყოფილა მათ შორის ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ან ჯარიმა გამოიტანონ, ჩემთვის სულ ერთია, პირიქით, მეტ мотивაციას მომცემს ის, რომ რაც მეტი იქნება ჩემზე ზეწოლა, მით უფრო აქტიური ვიქნები ივანიშვილის ბიძი და რუსის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმიტომ რომ ის ემუქრება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას. არასერიოზული იყო მის შეფასება იმის თაობაზე, რომ თურმე და მოიტყვი ესტონეთის სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია და სანქცია ყოფილა ცალკეული პოლიტიკოსის აზრი და ამიტომ ეს არ არის მნიშვნელოვანი. არა და სანქცირებული იყო ბატონი ცეკოვა სწორედ იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების თაობაზე განხილული ყველა საქმეში სახელმწიფოს და მთავრობას მოაგებინა, ისევე როგორც აქციების დროს, ადამიანების წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების დროს, სწორედ ამიტომ მოხდა იმ 6 მოსამართლესაც შორის, რომელიც ესტონეთის სახელმწიფომ ოფიციალურად დაასანქცია. ვიდეო მტკიცებულებები საქმეებში არის მოპოვებული შინაგან 112-დან, თუმცა იდენტიფიცირება ხდება უკანონოდ. კერძოდ, იქიდან გამომდინარე, რომ არც პოლიციის შესახებ კანონის 19 მუხლი, რომთაც ხელმძღვანელობენ იდენტიფიცირებაზე ამ ვიდეოებზე, არც ბრძანება შინაგან სამინისტროსი, რომთაც ხელმძღვანელობს შინაგან სამინისტრო, რომ იდენტიფიცირება მოახდინოს ამ პირების სავარაუდო სამართალდარღვევების კამერებთან დაკავშირებით. არც ეჩი არ არის ჩანაწერი, რომ პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია ვიდეო ფირით. ყველა ესეთი საქმე არის ფაქტიურად სამართალდარღვევა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რადგან კანონი არ არსებობს იმისა, რომ მათ აქვთ ამის შესაძლებლობა. ასევე ის პროგრამა, რითაც ისინი იდენტიფიცირებას ახდენენ, ესეთი პროგრამაც არავის არ აქვს აბსოლუტურად ნანახი, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისად აღნიშნული პროცესები არის ყველა უკანონო.